კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გადაცემა სტუდია ნომერი 8 შემოგერთით კვლავ პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებზე ვისაუბრებთ. ექსპერტი გოჩა ცოფურაშვილი გსტუმრობს. მოგესალმებით, ბატონ გოჩა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბევრი მიმართულება, რომელიც უნდა გავშალოთ ამ გადაცემაში, ეს იქნება ეკონომიკური საკითხები, გამოწვევები და ასე შემდეგ. თუმცა, მაინც ვინაიდან დღეს არის ახალი თემა, ეს ღარიბაშვილის საკითხი, როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ ქართული ოცნება დატოვა. მთელი ამ დროის განმავლობაში გვესმოდა, რომ არჩევნების შემდეგ მას დიდი ხანია უკვე უნდა ქართული ოცნებიდან წასვლა და დღეს გავიგეთ იმის თაობაზე, რომ ის ტოვებს ქართულ ოცნებას, თუმცა იდეურად მაინც ქართული ოცნების მომხრე რჩება. რეალურად რასთან შეიძლება გქონდეს საქმე? ეს არის, როგორც ჩვენ ვიცით, ქართულ ოცნებაში არსებობს კლანები და ყველას საკუთარი, ასე ვთქვათ, ძალაუფლების გამყარება უნდა, თუმცა ვხედავთ ხშირ შემთხვევაში, რომ ესეთი ძალიან ძლიერი ფიგურები მარტივად ტოვებენ ხოლმე ბოლოს ქართულ ოცნებას, რატომღაც ძალაუფლება ჩამორთმეულები არიან ხოლმე. ერთ-ერთი არის თუ არა ესეთი ღარიბაშვილი, ვინ შეიძლება ის ჩაანაცვლოს საკუთარი ძალაუფლებით და დააკლდება თუ არა ის ქართული ოცნების რიგებს. მადლობა მოწვევისთვის. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი გადაწყვეტილება თვითონ პარტიისთვის, ქართული ოცნების მომავლისთვის. ფაქტიურად მოხდა ის, რომ დღევანდელ მოცემულობაში ოცნებას ჭირდება ეგრეთ წოდებული კონსერვატიული, ესე ვთქვათ, მიმართულების მასში გაერთიანებაც და ღარიბაშვილი მაგ ფრთას ხელმძღვანელობდა, ასე ვთქვათ, და იცით თქვენ მისი გამოსვლებიც, მოსაზრებებიც, ამიტომ მთლიანობაში რაღაც დაქსაქსულობის მომენტი რო არ ყოფილიყო და რაღაც ერთიანობა იყო შენარჩუნებული, ეს ერთიანობის ხაზი, რომელსაც ოცნება აჟღერებს ახლა, რომ ეს არის ტრადიციულიც, კონსერვატიულიც, სახელმწიფო დამოუკიდებლობისთვის, ევროკავშირისკენ, ზოგადად პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მიმართულებების გაძლიერება. ამ ნაწილში რო პრემიერს ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა, არ იყოს ეს, ასე ვთქვათ, დაქსაქსულობა და ვიღაცას არ ჰქონდეს იმედი, რომ ამ მიმართულებას ღარიბაშვილი გააძლიერებს, ამიტომ მოუწია მას, ასე ვთქვათ, გამოცხადება იმისი, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში არ არის და დღევანდელ მმართველ გუნდს აქვს ყველა ის რესურსი თუ შესაძლებლობა, რაც ამ მიმართულებით თავმოსაყრელია, შესაკრებია, არის მათი ფუნქცია და მათი გასაკეთებელი. იმიტომ რომ თქვენ ამჩნევთ, რომ ამ ბოლო დროს ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც ძალიან მოზომილები იყვნენ, ძალიან ერიდებოდნენ რაღაცა პატრიოტული პლატფორმით საუბარს, ან რაღაც წინააღმდეგობრივს, ან რაღაც კონსერვატიულს, დღეს მათ შეიარაღებაში უკვე, ესე ვთქვათ, ეს ყველაფერი არის და მთლიანობაში ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ღარიბაშვილი, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში აღარ არის უკვე ძალიან დიდი ხანია, რომ გვერდზე გაწეულიყო, ეს ოფიციალურად გამოეცხადებინა და ამ დასტურის შემდეგ ვფიქრობ, რომ ყველასთვის გასაგებია, რომ ძირითადი გენერალური ხაზი გადის პრემიერზე და მის გუნდზე. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვავიწყდეს რა მოცემულობაშია დღეს ჩვენი ქვეყანა, რა სიტუაცია შეიქმნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ამავდროულად აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ აქციების მუხტზე, რომელიც იყო მთელი ამ დროის განმავლობაში ოპოზიციის როლზე და რა მდგომარეობაშია ეხა, რა ფაზაშია ეს მოცემულობა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად ვიხილეთ, რომ ძალიან აქტიური იყო აქციები, ძალიან აწყობდა ეს ოპოზიციას, რაღაცნაირად კარგად მიდიოდა პროცესები, თუმცა დროთა განმავლობაში მაშინ, როდესაც ოპოზიციაში არ მოიძებნა შესაბამისი კანდიდატი, ამ ადამიანებთან მისულიყო, სუფთა წარსული და ბექგრაუნდი უნდა ქონოდა ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს ადამიანები შინაგანად აი ამ პროტესტს იმიტომ გამოხატავდნენ, რომ ეს მათ აწუხებდათ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე შეიძლებოდა საქართველოს შეფერხებულიყო და აქედან გამომდინარე იმას გამოხატავდნენ, რაც ამ ადამიანების შიგნით იყო, პროტესტს იწვევდა ადამიანებში და ასე შემდეგ. თუმცა პოლიტიკური პარტიები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვერ მოხვდნენ ამ ადამიანების სათავეში, იმიტომ რომ არ ქონდათ მათ სუფთა წარსული, იმიტომ რომ არ ქონდათ სათქმელი მათ და თუ კი ქართული ოცნებისკენ თიც გაიშვერდნენ, მაშინ საკუთარი წარსული უნდა ქონოდათ სუფთა. სწორედ ამიტომ მივიღეთ ის, რომ დღეს ამ აქციების მუხტი რაღაცნაირად დაცემულია. სწორად გამიგოს საზოგადოებამ არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, თუმცა რეალურად ასეთი სურათია, რომ ამ აქციებმა რაღაცნაირად თითქოს
სიმბოლური ხასიათი შეინარჩუნა, აქტიური ფაზა არ არის. უნდა ველოდოთ ამ ყველაფერს, თუ იმიტომ რომ თქვათ ოპოზიცია ძალიან სუსტია და ვერ ართმევს თავს საქმეს, ეს პროცესი რაღაცნაირად ჩენელდა და ქართული ოცნების სასარგებლოდ მიდის აი ამ ნაწილში ბოლომდე საქმე. ნუ ნახეთ, აი ყველა ფრთას რო გადავხედოთ თვითონ ოპოზიციურს, ახლა ის ნაწილი, რომელიც უფრო პატრიოტულ კონსერვატიული ხაზი იყო, ისინი მიხვდნენ, რომ აი ამ რაღაც სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში კოლექტიურ ნაცმოძრაობასა და ოცნებას შორის მათ არ შეიძლებოდა რაღაც განხეთქილების ვაშლის როლი შეესრულებინათ და გარკვეულწილად ხელი შეუწყეს იმ პროცესს, რასაც ქვია ოცნების მხრიდან ის ინიციატივა, რაც წეგან გავაჟღერე, რომ მათ სურთ დამოუკიდებელი პატრიოტული სულისკვეთებით და ასე ვთქვათ კონსერვატიული მიმართულებებით გაძლიერებული ქვეყნის მართვა. ეხლა რაც შეეხება ამ დასავლურ ფლანგს, მათ იცოდნენ, რომ ახალგაზრდობა და დიდი ნაწილი მათ არ გაყვებოდა, ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაცმოძრაობა მაინც იცით თქვენ, რომ არ სარგებლობს პოპულარობით, ამიტომ ეს ინიციატივა მიეცათ საზოგადოებრივ ნაწილს, ახალგაზრდებს, მე ამაში ჩაერთო დიდი დოზით არასამთავრობო სექტორი და მთლიანობაში თუ ამას პოლიტიკური მდგენელი არ აქვს, თუ ეს აქტიურად პოლიტიკური პლატფორმით არ გამოირჩევა და იმ სიღრმეებით, ხო, რა თქმა უნდა, ეს ძალას კარგავს. ის რომ ახალგაზრდები აყვირო, რომ ხელისუფლება რუსები არიან და თქვათ რაღაცა ლოზუნგების ანაბარა დატოვა, ხო, ეს მომავალში არ იძლევა ისეთ ძალას. ამ არა ეგრეთ წოდებულმა ნაცმოძრაობის, ასე ვთქვათ, ფლანგებმა ვერ შექმნეს ქვეყანაში ისეთი ტიპის ოპონირება, თუნდაც სოციალური ან ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, ვერ დაანახეს საზოგადოებას, თუნდაც ის სიკეთეები, რაც შეიძლება პირობითად ევროკავშირის ან ამერიკის ან სხვა პარტნიორობით. არ ჩანს ეს სიკეთეები, ისინი ვერ აჩვენებენ ამ პროცესს, ვერ აჩვენებენ იმას, თუ თქვათ, რას აშავებს ხელისუფლება ან რას აფუჭებს. არის, რა თქმა უნდა, გარკვეული გადაცემებიც, არის გარკვეული მინიშნებებიც, რაღაცის არ გაკეთებაზე ან რაღაცის კორუფციაზე, მაგრამ ეს ამან ვერ მიიღო, ასე ვთქვათ, მასშტაბი. ეს ხალხი ჩაიკარგა ამ პროცესში. მხოლოდ იმის გაცხადება, რომ უკეთესია ევროკავშირი და ჩვენ არ შეიძლება ეს დავკარგოთ და იმით შეშინება, რომ ვიზა ლიბერალიზაციას დავკარგავთ, ხო? ამ საზოგადოებისთვის მთლად დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. უკვე თვითონ საზოგადოებას დაბნეულია. ბატონ გოჩა, ჩაგეკითხებით, მე ამ ნაწილში რაღაცა ვერ გეთანხმებით, რომ თქვათ საზოგადოებისთვის არ არის ეს მნიშვნელოვანი საკითხი, ვიზა ლიბერალიზაციის თემა. ალბათ ყველა საქართველოში მცხოვრები ადამიანისთვის, რომელსაც უამრავი ემიგრანტი ყავს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს პროცესი შეინარჩუნოს ჩვენმა ქვეყანამ, იმიტომ რომ ეს თავის დროზე თუნდაც ქართული ოცნების მხრიდან ძალიან დიდ მიღწევად იყო. ხომ შეფასებული და დღეს თუ ქართული ოცნების პირობებში ამას დავკარგავთ, ეს ძალიან საშიში პროცესია, ძალიან რთული, ამიტომ რომ ეს არ არის მარტივი პროცესი, არ ხდება ასე მარტივად, არ შეჩერება, არ შეფასება და ასე შემდეგ, ხო? რეალურად აი ამ ზღვართან ვართ თუ არა ევროკავშირთან, აი ამ ურთიერთობით, რომელიც გვაქვს ბოლო პერიოდში, ხო? და რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას, რამდენად მძიმე იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის? ხო, ნახეთ, პოლიტიკა ისეთი თემაა და ზოგადად პოლიტიკოსები, რომ როდესაც სააკაშვილმა ომი წააგო, რეალურად აქ აზეიმა ხალხი, რომ ომი წააგო და ეს ყველაფერი კარგი იყო სამომავლოდ, ხო? შეიძლება დღეს ვიღაცას გაუჩნდეს ესეთი აზრი და ისმის ეს იდეები, ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვით შეიძლება ჩვენ მეტი დამოუკიდებლობა და ასე ვთქვათ პატრიოტიზმი გავაძლიეროთ. კი, გასაგებია, მაგ ნაწილში მე გეთანხმებით, რომ ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვა ეხლა ამ სიტუაციაში, ამ ფონზე, ამ ესე ვთქვათ დამოკიდებულებით და ესეთი ფორმის მიბმულობით, როგორც ჩვენ ეხლა ევროკავშირთან გვაქვს, თუნდაც ადამიანების მოძრაობით და ადამიანების იქ წასვლით, რა თქმა უნდა ძალიან უარყოფითია და ოცნება ჯერ ამ ეტაპზე ხმამაღლა ამბობს, რომ ის არ დაკარგავს და ეს მათი მიღწევა, თუმცა შიგადაში გისმის რაღაც ხმები, რომ თუ დავკარგეთ, ეს შეიძლება პირიქით კარგიც იყოსო. გუშინდელი განცხადება მამუკა მდინარეძის, რომელმაც თქვა, რომ სუვერენიტეტის ბოლომდე განმტკიცებაში დავრწმუნდებითო, თუ ეს მოხდა მაინც და დაშვებული იქნა. ეს შეიძლება რაღაც პატრიოტული პათოსია, მაგრამ ნახეთ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომელ სუვერენიტეტზე ვლაპარაკობთ ეხლა ამ შემთხვევაში, ჩვენ პატარა ქვეყანა, რომელიც ამ 35 წლის განმავლობაში მუდმივად დამოკიდებულია გარეშე
დიდ ქვეყნების მიდგომებზე, პოლიტიკაზე თუ რაღაც მიმართულების მიცემაზე, ხო? ეს იმიტომ ვიძახი, ეთქობა მე წინასწარ გამჭვრიტე რა კითხვა შეიძლება დასმულიყო, რომ ხანდახან შეიძლება რაღაცა წააგო, მაგრამ განაცხადო, რომ მოგებული გვაქვს, აქ ყველაფერი კარგად არისო. ძალიან რთულ მდგომარეობაშია ოცნება, რომ იტყვიან ახლა ბეწვის ხიდზე გადის, რა თქმა უნდა დიდი დარტყმა იქნება ვიზა ლიბერალიზაციის მოხსნა და რა ვიცი, ფიქრობ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს არ დაუშვან. თუმცა არც იმის ფასად, რომ აბსოლუტურად რაღაცა ყველაფერი მოხდეს გარედან დიქტატით, მათ შორის პოლიტიკური პროცესი და რაღაცა პირიქით მერე შეიძლება უფრო მეტად ჩიხში შევიდეს ეს ყველაფერი. თუმცა ჩვენ ადრე გვაქვს აქ ნასაუბრები, რომ შეიძლება ოცნება ვერაცდეს ახალ არჩევნებს, იმიტომ რომ ლეგიტიმაციის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესმა სადამდე მოუჭერენ ხელს და სად იქნება გამოსავალი არ არის თქვათ მიმართულების შეცვლა. ეს რომ იყოს ამ შემთხვევაში ნათელი, რომ ოცნება მიმართულებას იცვლის, ეს ვიღაცა სიტყვით იძახის, რომ ჩრდილოეთში მიდიხართ თუ ჩინეთში მიდიხართ, მაგრამ ოცნება თავისი პოლიტიკით რეალურად არ ჩანს, არსად არ მიდის. ყოველ შემთხვევაში ის აქტიური ნაბიჯები არც ერთი მიმართულებით არ ჩანს, ის რეალურად ბოლომდე იბრძოლებს და ჩაჭიდებულია ამ ევროკავშირთან ურთიერთობას და ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვა ამისთვის იქნება ძალიან ძიმე, ამიტომ იმდენად ესე თქვათ აი მყიფია მდგომარეობა, როდის რა მოხდება, დღეს ძალიან რთულია რომ რაღაცა ესეთი პროგნოზი გააკეთო. თლიანობაში ოცნებას ვერაფერს ისეთ ნაბიჯს დღეს ვერ გადადგავს, რომ რაღაც მისი საპირწონე იყოს ამ ვიზა ლიბერალიზაციის, იმიტომ როგორც კი გადადგავს ის რაღაცა მკვეთრ ნაბიჯებს ჩრდილოეთის მიმართულებით ან აღმოსავლეთის მიმართულებით, მაშინვე მიიღებს საზოგადოებისგან კიდევ მორიგ რაღაც დარტყმას და ეს მას დღევანდელ სიტუაციაში არ ჭირდება. ამიტომ აი ბეწვის ხიდზე სიარული მოუწევთ და მოუწევთ ამ ყველაფრის შენარჩუნება. აი ბატონო გაჩა თქვენც ახსენეთ და რა ხსენეთ არ გამორიცხეთ ის რომ არჩევნების დანიშვნა შეიძლება ქართულ ოცნებას მოუწიოს, ხომ? აი ამ ნაწილში გრძნობს თუ არა ქართული ოცნება დისკომფორტს, როდესაც მარტოა ის პარლამენტში, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ მხოლოდ ქართული ოცნებაა წარმოდგენილი პარლამენტში და რამდენად ართმევენ ისინი თქვათ საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს თავს, იმიტომ რომ როდესაც ოპოზიცია არის მაგალითად პარლამენტში წარმოდგენილი და რაც მეტი პოლიტიკური პარტია ზოგადად წარმოდგენილი, მით მეტი ინიციატივა, მით მეტი დისკუსია, საუბარი იქნება და ვთქვათ პრობლემების მოგვარების ნაწილშიც უფრო დიდი შანსები არსებობს, ხო? გამოწვევებზე თუ საუბრობთ. აი ამ კუთხით ართმევს თუ არა ქართული ოცნება იმ ვთქვათ გამოწვევებს თავს, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე შეიძლება არსებობდეს და ბევრი გვაქვს პრობლემა. საზოგადოება ხედავს, რომ ის დისკომფორტი, რაც თქვენ ჩამოაყალიბეთ ახლა და არ არის სასურველი ხო, რომ რაღაც ერთ პარტიული პარლამენტი იყოს. ეს დისკომფორტი კომფორტით შეიცვალა, როდესაც ეს საგამოძიებო კომისია დაინიშნა და თელ საზოგადოებას ასეთ სერიალებით აჩვენებენ რამდენად დიდი, ესე თქვა, დანაშაულები იყო ჩადენილი წინა ხელისუფლების მხრიდან და ამ წინა ხელისუფლებასთან მერე ასოცირდება, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა, რა თქმა უნდა, მისი ფრთები აქეთ-იქით, რა თქმა უნდა, ხაზარაძე, რომელიც ესე თქვა, აი ამ ბიზნეს თემებში თუ გარკვეულ კომერციულ თუ ეკონომიკურ გარიგებებში იყო ჩართული და ეს სანახაობა უკვე გარკვეული რაღაც ბალანსი გამოვიდა და აი რაც თქვენ ახსენეთ, იქ დისკომფორტია, მართლა დისკომფორტია, ყოველთვის დისკომფორტი იქნება, რომ ერთპარტიული არავის არ უნდა, თან საქართველოს არ არის ახლა თქვა ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელსაც თქვათ არ გვაქვს განსხვავებული აზრი, აქტიური ადამიანები და ასე შემდეგ და ვერ ვიღებთ შეიძლება ამას, მაგრამ მეორე მხრივ ოცნებამ დაანახა საზოგადოებას, რომ აი ის ხალხი, რომელიც აქ უნდა იჯდეს ჩვენთან ერთად, ეს ხალხი შემჩნეულია აი ამ დანაშაულებებში. ესეც აი პროგნოზის გაკეთება სადამდე მივადა, რას მოგცემს ან საზოგადოებას, ან ოცნებას, ან რა მოხდება, იცით? რა აწია ძალიან მაღლა თამასა ოცნებამ ამ თემატიკაში, შემდეგ ძალიან მოზომილი გახდა, იმიტომ რომ სავარაუდოდ დასავლეთიდან მიიღო გარკვეული მინიშნებები, რომ ნუ ესე მოქცევა არ შეიძლება
პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და ხო და აქაც ესე თქვათ გარკვეული ჩიხურის არის. იმიტომ რითიც თქვენ დაიწყეთ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერს ირაკლი კობახიძე სჭირდება დღეს, ასე ვთქვათ, ყველა ხაზი, ყველა მიმართულების განვითარება და კონტროლი და ამ შემთხვევაში რაღაცა მოლოდინი თვითონ ოცნების იმაში, რომ რაღაც ფრთა იყოს კიდე ან ვიღაცა სხვა იყოს, ეს სიტუაციები ნელ-ნელა გამოირიცხა და თქვენ ხედავთ, რომ მინისტრებიც იცვლება და განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდი და მათ შორის ინფრასტრუქტურის გუშინაკები. აგერ ახლა რეგიონების სამინისტრო დაინიშნება ალბათ. მოკლედ ეს გუნდი ფაქტიურად ირაკლი კობახიძის მართვის ვერტიკალში ხვდება მთლიანად ნელ-ნელა. აი ეკონომიკური პოლიტიკა რამდენად შეიცვლება, აი ეს ლიბერალური პარადიგმა შეიცვლება თუ არა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მე ერთი მხრივ გეძახო რომ მე ვარ პატრიოტი და მე ახლა მოსახლეობისთვის მე სოციალური ინკლუზიური ეკონომიკა მინდა, მე მოგხედავთ რეგიონების სამინისტროს მხრიდან რომ უკეთესად მოგიაროთ და ამ დროს კონდეს ამაზე მინდოდა მეკითხა, ეს პატრიოტიზმიც არის როგორც ჩანს ფასადური, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება შიშობს ძალიან სოციალურ ქსელებში, გუშინ რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეს ექნება, ძალიან დიდი რაღაცნაირი შიში გაჩნდა საზოგადოებაში და ეს გადაწყვეტილება უკვე 16 მაისიდან შევიდა ძალაში, ხომ? შეიძლება ძალიან ბევრმა არ იცოდა, შეიძლება ძალიან ბევრმა არ იცის რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ამ ყველაფერსთან და რაც მთავარია, აი ამ სიაში არ არის ის ქვეყნები, მაგალითად, რომელიღაც ძალიან განვითარებული, რომელიც მოიტანს დიდ ინვესტიციას, დიდ ფულს, განვითარებას, რესურსს ასე შემდეგ. ეს არის ის ქვეყნები, რომელიც არის ორიენტირებული იმაზე, რომ პირიქით საკუთარ უბედურებას, საკუთარ გაჭირვებას გამოექცეს და აქ რაღაცა ძალიან იაფი მუშახელის როლი შეასრულოს ამ ქვეყანაში და აქედან პირიქით იქით გაიტანოს სარგებელი, ხომ? აი ამ ადამიანებზე გვაქვს ჩვენ საუბარი. ყოველდღიურად თითქმის იწერება რაღაცნაირად პოსტები, საყვედური, ასე ვთქვათ, იმის თაობაზე, რომ ინდოელები, ბანგლადეშელები, არ ვიცი, სირიელები, ავღანეთიდან ჩამოსული ძალიან ბევრი პაკისტანელები იქნებიან ესენი თუ ვინ იქნება, მოკლედ ეს ადამიანები მუშაობენ საქართველოში, ძალიან მარტივად იწყებენ მუშაობას, გადასახადებიდან გათავისუფლებულები არიან, იმიტომ რომ დარეგისტრირებულები არ არიან. თვითონ სარგებელს ნახულობენ, მაგრამ ადამიანებს საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიან, იმიტომ რომ არ იციან გზები, მაგალითად, არც რუკის მოხმარება იციან კარგად, მთელი დღე შეიძლება გატარონ სამარშრუტო ტაქსით, მე გიწევს ბევრის გადახდა, გამოძახებაზე მუშაობენ საკურიერო მომსახურებებით და არაერთი პრობლემა, გაეროს კვლევა, ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, გვისაუბრია ამაზე არაერთხელ, რომ უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ ის, რომ შენ ხარ ძალიან პატარა ერი, რომ გაერო გეუნება 2050 წლისთვის საქართველოს მილევადი ერების რიცხვში არის და საქართველოში ქართველი შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდეს, ხომ? ქართველი ერი. თან გვაქვს სტატისტიკა, რომ 100,000-ობით ადამიანი წლიდან წლამდე ტოვებს საქართველოს მიდის ემიგრაციაში. უმძიმესი ფონია, ხომ? ჩვენი მოქალაქეები გარბიან საქართველოსთან და მოდიან აქეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც აქ უნდათ რომ რაღაცნაირად თავი გადაირჩინონ. რასთან გვაქვს საერთოდ საქმე და ძალიან მალე მოიტანს თუ არა ეს დემოგრაფიულ კატასტროფას ჩვენს ქვეყანაში და უმძიმესი მოცემულობის წინაშე შეიძლება დავჩვეთ ქართველები საქართველოს გარეშე. კი ბატონო, ძალიან ძიმე თემაა. მე ხშირად იმ საკითხებზე, რომელზეც მუშაობ, თქვათ, ეს ეხება ზოგადად ეკონომიკურ საკითხებს, რეგიონებს თუ აგრარულ თემატიკას, ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ხმარობ დემოგრაფიული უსაფრთხოების თემატიკას, რომელიც ეს თქვათ პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ პოლიტიკასთან, აგრარულ პოლიტიკასთან, რეგიონების განვითარებასთან და ასე შემდეგ. ნახეთ, ჩვენ ისიც ვერ მოვახერხეთ, რომ სწორედ მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას. ეხლა არის მოსაზრება, რომ ინფორმაცია გავიდა, თუმცა ეს ინფორმაცია დაზუსტებას საჭიროებს და ეს მიცემა კი არ არის, დამატებითი შესაძლებლობა კი არ არის ამ ქვეყნებისთვის პირიქით შეზღუდვა არისო და თუ ჩვენ წავიკითხავთ ჩვენი საკუთარ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, იქ საუბარია, რომ ჩვენ გალფის ქვეყნებთან გვაქვს ესეთი, ესე ვთქვათ, ვალდებულება აღებული, ეს არის არაბული ქვეყნები, ირანი, ეს, ესე ვთქვათ,
აზიური ქვეყნები, რომელ ქვეყნებშიც აი ის ჩამონათვალი, როდესაც ფლობს ვიზას, მას შეეძლო თავისუფლად შემოსვლა საქართველოში. ეს ვალდებულება არსებობდა და ეხლა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ აი ეს პროცესი იქნება გამკაცრებული და ისინი მიიღებენ, ასე ვთქვათ, დამატებით კონტროლს ამ პროცესში და პირიქით ეს შეიზღუდება. ნახეთ, ეხლა აი ორი მომენტია რა. თუ შენ საზოგადოებაში ესე მძაფრად დგას, შენ საზოგადოებას ეს აწუხებს და შენ იმდენად უუნაროდ აძლევ ინფორმაციას და აძლევ იმის საშუალებას, რომ გავრცელდეს არასწორი ინფორმაცია, ეს მეორე უბედურებაა. და პირიქით, ესე ვთქვათ, პანიკაში აგდებ ხალხს, ხო? თუ ეს ყველაფერი ესე არ არის და კიდევ რაღაცა დამატებითი საშუალება გავაჩინეთ ამ ხალხის დამატებითი ნაკადების, ესეც რა თქმა უნდა ორივე შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებას სტრესში ვაქცევთ, თქვენ სწორედ გაუსვით ხაზი, რომ ჩვენ ვართ მილევადი ქვეყნების ჩამონათვალში, ხო? ჩვენ გვაქვს 2016 წელს მიღებული დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგია. თქვენს გადაცემაშიც მაქვს მე მგონი ნათქვამი, ორჯერ რაღაც კონფერენციული ინიციატივა გამოვიჩინეთ ამ წლების განმავლობაში. მრავალგზის ითქვა და დაიწერა, როგორ შეიძლება რომ ამ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ეს კონცეფცია კონდეს და არ კონდეს არც მისი განვითარების სამოქმედო გეგმა, არც იქ მოცემული, ესე ვთქვათ, მიმართულებები, ხაზგასმული მიმართულებებზე სპეციალური პროგრამები, ეს ეხება, ასე ვთქვათ, იმიგრაციულ ნაწილსაც, ეს ეხება შობადობის ნაწილსაც, სიკვდილიანობის ყველა მიმართულებით, რასაც ქვია, ასე ვთქვათ, დემოგრაფიული უსაფრთხოების თემატიკა, ხო? ჩვენ ეს გვაქვს მიღებული და იმის იქით წასული არა ვართ. ეს კვირიკაშვილის პერიოდს ეხება, მისი, ასე ვთქვათ, ძირითადი დანაშაულია, რომ არაფერი არ გაკეთდა იმ პერიოდში და შემდეგ მოსულება მოიკითხეს, შეიძლება ან იცოდნენ, მაგრამ აი არსებითი ღირებული არაფერი არ შექმნა. ახლა რატო აქვს ამას მნიშვნელობა, იცით, რომ ერთის ხრივ შენ გამოხვიდე და რაღაც პატრიოტულ ნოტაზე და რაღაცა ისეთ კონსერვატიული ხაზი გაატარო და თქვა, რომ საქართველოს გადასარჩენია და ჩვენ გადავარჩენ და ღირსეულად ვიმოქმედებ და ღირსეულად შევიყვანთ და ამის პარალელურად ეს სურათი ჩვენს თვალსა და ხელშუა იცვლება და შენ გააქვს გარკვეული დადგენილებები, გარკვეული კონცეპტუალური ხედვები და ეს მოქმედებაში არ გადაგყავს, ხო? რა უნდა დაარქვა ეხლა ამ ყველაფერს? ეს თუ ინფორმაციულად არასწორი გაიპარა, ესეც ძალიან დიდი დანაშაულია. თუ ჩვენ პირიქით ვამკაცრებთ და საზოგადოებამ ეს მიიღო როგორც პირიქით გახსნა, ხო და ამას ვერ მოება თავი და ეს სწორედ არ არის. დაიჭერებს ბატონ კოჩარო, ეს არის გამკაცრება და ეს გამკაცრების მიზნით ხდება. გამკაცრების გარეშეც ისედაც აი ეს ადამიანები ჩამოდიან, ცხოვრობენ, ბინადრობა, მოქალაქეობა, სამსახური, ყველაფერი შეუძლიათ და ახლა კიდევ უფრო თავისუფლად ჩამოვლენ პირდაპირ არანაირი შეზღუდვა არ ექნებათ. მაშინ, როდესაც ჩვენ აი მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ როდესაც აი ქუთაისის აეროპორტიდან განსაკუთრებით დავკვირვები ვარ ამას, მივდივართ ხოლმე ევროპის ქვეყნებში, ნებისმიერ ქვეყანაში გვაქვს კონტროლი, ხო? გავდივართ კონტროლს, გვაქვს თუ არა საბანკო ანგარიშზე თანხა, გვაქვს თუ არა ქეშად თუ საბანკოზე არ გვაქვს თანხა, გვაქვს თუ არა დაჯავშნილი სასტუმრო, ასევე დაზღვევა გვაქვს თუ არა სამოგზაურო და მთელი რიგი ხომ ჩამონათვალი, თუ ასეთები არ გვაქვს, მაშინ მოწვევა და ასე შემდეგ. აი ასეთი კონტროლი ხდება ეს ადამიანები რომ შემოდიან ჩვენს ქვეყანაში. ხა მე დარწმუნებულია, მათაც ანგარიშზე არ ექნებათ რაღაც დანაზოგი თანხა, არც ქეშად არ ექნებათ პირიქით, აი ეს არის ის კატეგორია. ლიზა როშენ ეს გაშალე. ნახეთ, ზუსტად შინაგან საქმეთა სამინისტროს ახსნაში ზუსტად ეს მომენტია ხაზგასმული, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ამ გალფის ქვეყნებთან ქონდა დადებული ესეთი, ეს თქვა, ხელშეკრულება თუ მოლაპარაკება თუ დაშვება, ხო? და ეს ხალხი შემოდიოდა ვიზას გაჩვენებდა, რომ გაერთიანებული არაბთა ემირატების ვიზა აქვს თუ საუდიის არაბეთის და შემოდის შენთან. ეხლა შეიძლება ეს ყველაფერი როგორც არის, ასე ვთქვათ, ახსნილი, ეხლა მეტ კონტროლს დაექვემ. მეტი კონტროლი რა არის? რაც ჩვენ ჩამოთვალე, ეს არის მეტი კონტროლი, ხო? ამიტომ მე რას ვსვავიცი ხაზს, რომ ეს საზოგადოებისთვის, რომელიც დაზაფრულია, რომელიც უყურებს აი ამ რეალობას, მას, როდესაც ეს აწუხებს და დღეს პოლიტიკური რყევებია და მუდმივად მიტინგებია, იმდენი უნდა მოახერხო, რომ თუ ეს ესეა, როგორც ხსნით, სწორედ მიაწოდო საზოგადოებას, იმიტომ რომ ისედაც ყველას გვტკივა და გვაწუხებს. მე ჩვენი ეკონომიკური სექტორების განვითარება, ნახე რაზეა დამოკიდებულია დიდწილად ამ ქვეყნების
სხვადასხვა ინსტიტუტებში თუ უნივერსიტეტებში სწავლაზე. აქაც ძალიან დიდი ასე თქვათ ფულია შემოსული, ძალიან ბევრი ადამიანი იღებს აქედან გასამრჯელოს, შეიძლება მთლიანობაში ეს ცუდი არ არის, მაგრამ კონტროლს აუცილებლად და მოცულობას და ასე ვთქვათ რეალობას უნდა შეიძლება საზოგადოებისთვის საშიში იყოს. ეს არის ის მაგალითად, რომ ბუნებრივია ისინი შემოვლენ მარტივად, თუმცა აი ამის უკან შეიძლება იყოს კონკრეტული ბიზნესმენები და ბიზნეს დაინტერესება შეიძლება იყოს ის, რომ იაფი მუშახელი შემოიყვანონ საქართველოში და შემდეგ ის ქართველი, რომელიც ითხოვს, რომ მე 700 ლარი მაქვს მთელი დღე ხელფასი და გამიზარდე 1500 ლარამდე, აბსოლუტურად ყველანაირი რეაგირების გარეშე დარჩება და კი ბატონო, წაბძანდი მე მოვიყვან ვიღაცას, რომელიც დათანხმდება 400 ლარად იმუშავებს. სრულად გეთანხმები, მაგაში ჩვენ დაცული არა ვართ, ჩვენი შრომის კანონმდებლობა ამას არ იცნობს, რო ვთქვათ, შენ ქართულს უფრო მეტი პრივილეგია უნდა ქონდეს თუ არა საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ მაგალითად გლოვო იქნება ეს თუ რაღაც საკურერო მომსახურება მოდის, ვთქვათ, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ჩვენ ვიცით რომ ის არ არის დარეგისტრირებული და ის გადასახადებისგან თავისუფალია. საქართველოში მცხოვრები ტაქსის მძღოლები, მაგალითად, ხო მიდიან იუსტიციის სახლში, იხდიან გადასახადს, მე ვიცი რომ ეს გადასახადი საკმაოდ სოლიდურია და მათ შეაქვთ ეს გადასახადები, ხომ? ასევე არიან თუ არა ისინი, რომლებიც ჩამოდიან, რომელიმე ერთ კომპანიის ქვეშ არიან, მაგალითად Yandex-ის ქვეშ არიან გაერთიანებულები და მძღოლებად ყავთ დასმული, აბსოლუტურად თავისუფლები არიან ისინი ამ გადასახადებისგან. კარგ თემას მიაგენი, მე ეს ვახსენე, რომ იმ რეჟიმში, როდესაც შენ გაქვს, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად თავისუფალი ლიბერალური ეკონომიკა და მეორეც საუბრობ რაღაცა განსაკუთრებულ პატრიოტიზმზე და განსაკუთრებულ სოციალურ დაცვაზე და ქვეყნის პატრონობაზე, რაც შენ ახსენე, ეს არ რეგულირდება, იმიტომ რომ ვინ შემოდის და იაფს შესთავაზებს, ის მიიღეს იმ სამუშაოს, ამით ჩვენ ვერაფრით ვერ ვზღუდავთ დღევანდელ მოცემულობაში, იმიტომ რომ აბსოლუტურად ასე ვთქვათ თავისუფლები და ლიბერალურები ვართ ამ დღევანდელ ასე ვთქვათ მოცემულობაში. არავინ არაფრით ვერავის ვერ შეზღუდავს. ეხლა მე რისი თქმა მინდა კიდე ვიცით რომ ჩვენ დღევანდელ დღეს ამ ასე ვთქვათ დემოგრაფიულ არასასურველ, რბილად რო ვთქვათ არასასურველ სურათში. რა არის ჩადებული რომ აქ მოსახლეობა მისი ვთქვათ დემოგრაფიული მომენტები თუ ეროვნული შემადგენლობა თუ გარედან შემოსulis მეშვეობით მოიმატოს მოსახლეობამ თუ გარკვეული ბალანსი იყოს შენარჩუნებული, მაგრამ შიგნით ქართველების რაოდენობა შემცირდეს, ეს არ გამოურიცხავ მე რომ გარკვეული სპეცსამსახურების იდეაც იყოს და მათი ესე ვთქვათ სურვილიც იყოს რომ აქ ეს ბალანსი დაირღვეს, რაც უფრო ნაკლებად მონოეთნიკური იქნება, ასე ვთქვათ, საქართველო, მით უფრო მეტად შეძლებენ მისი გარედან გარკვეული ბერკეტებით მართვას. ეს მხოლოდ ჩვენ გვაინტერესებს, რომ საქართველოში პირიქით, ვინც ქართულად ვერ ლაპარაკობს, ჩვენი მოქალაქეები, სომხები, აზერბაიჯანელები, ჩვენ რაღაც ღონისძიებებს ვაწყობთ და მეტი ინტეგრაცია იყოს, ერთხელ და სამუდამოდ ახალმა თაობამ შეძლოს და გადატეხოს ეს ენობრივი ბარიერი და ასე შემდეგ და ამ დროს თუ ჩვენ ამ ჩვენს უკვე ტრადიციულ პრობლემას უმატებთ კიდევ დამატებით პრობლემას, ეს რეალურად მოგვარყევს ჩვენ და მე არ მინდა ეხლა ისეთ სიღრმეებზე ვილაპარაკო, რატო დავდეთ თავის დროზე გალფის ქვეყნებთან ის ვინ არის ამ გალფის ქვეყნების პატრონი ზოგადად დიდ პოლიტიკაში, აი რატო ხდება ერთმანეთთან ყველაფერი კავშირშია, ამიტომ მე ამ შემთხვევაში არ ვთვლი რომ რაღაც მაქვს სურვილი რომ აი რაღაც პოლიტიკური წერტილები დავსვათ, ეს უფრო სხვა სიღრმეებია და ამას თავისი უსაფრთხოების სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ, თუმცა გეუბნებით არაფერი არ ხდება ჩვეულებრივად. ეს ყველაფერი აქ დაგეგმილია, ამას მეორე საფეხური აქვს, მესამე და იქ მივიღებთ სადღაც შედეგს, ამას ჭირდება ძალიან სერიოზული, ესე ვთქვათ, დაფიქრება, ყველა პროცესს, რომელიც გარედან მოდის და დავწმუნდით ამ ბოლო დროს ხო რომ არავინ არ ზრუნავს, აინდამაინც ეს საქართველო არ იყოს ისეთი ძლიერი, აინდამაინც ყველაფერი იყოს, არავის არ ეჩქარება ჩვენი განვითარება. და ბევრი ჩვენი მეგობარი პირდაპირ ეთერშიც ამბობს ხოლმე რომ კი განვითარდება საქართველო მაშინ როცა აქ დემოგრაფია შეცვლიანო. ესეც სერიოზული, ესე ვთქვათ, გამოწვევაა ჩვენთვის. ამიტომ
თუ ოცნებას დღეს აქვს აღებული ესე ვთქვათ პატრიოტული ხაზი, მან ბოლომდე უნდა აკონტროლოს ეს ყველაფერი და ის სარგებლობს. ბატონო გოჩა, რაში გამოიხატება ეს პატრიოტული ხაზი, მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაში შობადობა შემცირებულია, სიკვდილიანობა გაზრდილია, ადამიანებს, ოჯახებს, არ ვიცი, იმდენად ბევრი პრობლემები აქვთ, რომ განქორწინების სტატისტიკაც კი გაზრდილია და ეს მოდის იმ პრობლემებიდან, რომელსაც იწვევს სოციალური. მე დარწმუნებული ვარ, სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე ინგრევა ძალიან ბევრი ოჯახი, იმიტომ რომ ადამიანებს ელემენტარული არათუ 3 და 4 შვილის ყოლის ფუფუნება აქვთ და პასუხისმგებლობის აღების ასე ვთქვათ საშუალება, არამედ იმის საშუალება არ აქვს, რომ ერთ შვილს ვთქვათ საფენები უყიდონ, რომელიც 50 ლარი ყირს და 60 ლარი ყირს, ხომ? აი ჰიგიენური საშუალებებიც კი, რომელიც ყველა ახალშობილ ბავშვს ჭირდება იმდენად დიდი ასე ვთქვათ ფინანსები სჭირდება აი ამ ყველაფერს, რომ ამითაც კი შეიძლება უზრუნველყოფა ვერ მოახერხოს ოჯახმა ბავშვის, თუმცა არის ქვეყნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ მიმართულებას ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ნორმალური ქვეყანა. ნახეთ, სადაც გავჩერდი, ზუსტად ის უნდა გავაგრძელო ახლა, რომ ეხლა ვსარგებლობ ზუსტად ამ თემით, რომ ვთქვათ ლიზამ ძალიან კარგად წამოწია ეს ყველაფერი, უსაფრთხოება დემოგრაფიული, მისი ესე ვთქვათ აი ეს კონცეფციის შექმნა, სამოქმედო გეგმის, აი ეს დადგენილება, რომელიც მიღებულია 2016 წლის ზაფხულში, ეს დადგენილება სასწრაფო წესით არის ამოსაღები, რაც თქვა ახლა ლიზამ, რომ თუ ჩვენ გვაწუხებს ეს, მაშინ სადა ვართ, რას ვაკეთებთ ან როგორ ვაკეთებთ. აქ ყველაფერი გაწერილია, ეს არის პრაქტიკულად ის დოკუმენტი, რომელიც აღებულია გარკვეული ესე ვთქვათ სხვადასხვა ქვეყნების ანალოგი გამოცდილებიდან გამომდინარე, გამოწვევებიდან გამომდინარე. აქ შექმნილია რეგიონული ცენტრები, შესაქმნელია უпроსწორედ რეგიონული ცენტრები, მიზნობრივი პროგრამები, ზუსტად ის, რომ ადგილზე როგორ უნდა დამაგრდნენ ადამიანები, ზუსტად ის, რომ როგორ უნდა იყოს წახალისებული მრავალშვილიანი ოჯახები. თუ ეს პროცესი პროგრამულად არ არის გაწერილი და პროგრამული ჩაწერაზე არა აქ მთავარი, რომ უბრალოდ ჩანაწერი გავაკეთოთ. თვითონ სამოქმედო გეგმა ჩაშლილი ყველა მიმართულებით, ყველანაირად ასე ვთქვათ, დროში, სივრცეში გაწერილი, თუ ესე არ მოქმედებთ, მაშინ გამოდის, რომ უბრალოდ ვლაპარაკობთ, ხო? კიდევ ერთხელ, არსებობს ეს დოკუმენტი და მე ვფიქრობ, რომ კეთილი უნდა ვინებოთ და ამ დოკუმენტის გარშემო შექმნათ კონკრეტული მიზნობრივი პროგრამა თავისი კონკრეტული სამოქმედო, ასე ვთქვათ, არეალებით და ხაზით. აი მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ იცი რა, გვიჭირს პრობლემაა, ვებრძვით, ვამკაცრებთ, კი არ გავაუბრალოეთ, გავამკაცრეთ და ამის პარალელურად გვაქვს აი ეს გენერალური ხაზი. თუ ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ ვთქვათ, შევცვალოთ ეკონომიკური მოდელი, კიდევ ერთხელ ვიძახი, არ შეიძლება იძახდე ერთს, გქონდეს ლიბერალური ეკონომიკური მოდელი, გქონდეს საზღვართან მიმართებაში და აი ამ ასე ვთქვათ, შემოდინებებთან მიმართებაშიც აბსოლუტურად ასე ვთქვათ ლიბერალური მიდგომა, რბილად რომ ვთქვათ, სხვა სიტყვა არ მინდა ვიხმარო და აი ესეთ მოცემულობაში გონია რომ ყველაფერი მიდის კარგად და გონია რომ ყველაფერი ესე ვთქვათ ვითარდება და შენ ხან ეკონომიკური ზრდის ესე ვთქვათ პროცენტს მოიშველიებ და ხან კიდე რაიმე სხვა ტენდენციას, ხო ეს არ არის საკმარისი. ის რაც საზოგადოებას აწუხებს გამოუშვით ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანები ინტერვიუები ჩაიწერონ ქუჩაში, რაღაცა გაიგონ ადამიანების აზრი, ვის რა როგორ რანაირად აწუხებს. დემოგრაფია დამერწმუნეთ აწუხებს ყველას. ის რომ რეგიონები იცლება და რეგიონებში ჩვენ მოსახლეობას ვკარგავთ, ესეც აწუხებს ყველას. ის რომ არ ვითარდება ასე ვთქვათ არც ერთი სექტორი ღირსეულად და ჩვენ ვერ ვიტყვით რომ გვაქვს ძლიერი აგრარული სექტორი ან ძლიერი სამრეწველო სექტორი ან გადამამუშავებელი სექტორი თუ თუნდაც ენერგეტიკა ხო აი ამისთან ენერგეტიკულ შესაძლებლობებში რომ ჩვენ თითქმის ნახევარს მაინც იმპორტს მოვიხმართ ესეც სერიოზული პრობლემაა მოკლედ რაც უფრო სიღრმეში ჩავდივართ ჩანს რომ თლად გამართლებული ის ლიბერალური მიდგომები რომელიც წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკაში დაინერგა არ ყოფილა გამართლებული ამიტომ დაანახეთ საზოგადოებას რომ ამას ცვლით ეს არის შესაძლებელი აი მაშინ მიიღებს ოცნება იმ ხარდაჭერას რაც მას სჭირდება ზოგადად დღევანდელ სიტუაციაში ის ხარდაჭერა რომელიც არის
ნაცმოძრაობის ჩვენებით, მათი დანაშაულების ჩვენებით, ხო? ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოება მირწმუნოს, რომ ოცნებას კიდევ უნდა რამოდენიმე წლით ჩააბაროს ხელისუფლება. აი, პირდაპირ ბატონ გოჩაიხა, კი, კარგია, თუნდაც გვიან, თუმცა მაინც კარგია, რომ აი ამ თემებზე მეტი საუბარი მიდის, მეტი განხილვები მიდის, თუმცა ეს უნდა გაკეთებულიყო 12 წლის წინ. პირდაპირ რომ თქვათ, ეხლა ამის გაკეთება არის რაღაცნაირად ადამიანებისთვის შეხსენება იმის, რაც მოხდა და ჩემმა ადამიანებმა ძალიან კარგად იციან თქვენნაირმა ადამიანებმა რაც ხდებოდა და სწორედ აქედან გამომდინარე ნაციონალურ მოძრაობაზე არ მქონდა არასდროს კარგი შეხედულება, კარგი შეფასება და ეს ვიცოდი დღეს არაფერს არ მაძლევს. ეს გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი ბრაზი გამიჩნდეს ქართულ ოცნებაზე, რომელმაც აი ამდენი წლის შემდეგ არაფერი გააკეთა და ახლა მახსენებს აი ამ ყველაფერს რაღაცნაირად პიარის შემადგენელი სტრატეგიად შეიძლება იყოს, რომ აი კიდევ ერთხელ ვისაც დაავიწყდა მათთან შედარებით გაჩვენებთ, რომ აი ვისზე უკეთესები ვართ ჩვენ, გავიგეთ ეს, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს ეკონომიკური პოლიტიკა, როგორია დღეს ქართული ოცნების, სოციალური ფონი როგორია ქვეყანაში და როგორც თქვენ ექსპერტმა რეალურად არის უკეთესობისკენ შეცვლილი რამე, რატომ არ ჩამოდიან ჩვენი ემიგრანტები მაშინ ჩვენს ქვეყანაში თუ ვთქვათ აქ ჩვენ ფაბრიკები გვაქვს, ქარხნები გვაქვს, უკეთესი სამუშაო გარემო გვაქვს, სამუშაო პირობები გვაქვს, გავიზარდეთ წინ წავედით წინ ამ წლების განმავლობაში, რაიმე შეიცვალა ისეთი რომელიც გვაფიქრებინებს რომ აი უკეთესი გახდა დღეს საქართველო და აი აქ უნდა გადავჩეთ და არ წავიდეთ აქედან. გვაქვს თუ არა ის მიმზიდველობა რომ ხალხი უკან დავაბრუნოთ, ხო ამაზე საერთოდ არ არის საუბარი, არც არავინ არავის არ ეძახის რომ არის კაჩქარა უკან მოbrუნდით, იმიტომ რომ აქ რაღაცა განსაკუთრებული ეკონომიკური აღმავლობა გვაქვს. ნახეთ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ არასოდეს ხელისუფლებამ თავი არ უნდა მოიტყუოს და იმ რეალობაში უნდა დარჩეს, რაც შენი ყოველდღიურობაა და ნახეთ რა რეალობაში ვარ ჩვენ ახლა თქვენ გონიათ რომ ეს ყველაფერი ვიღაცეებს სიამოვნებს, გარკვეულწილად სიამოვნებთ ჭეშმარიტება და ასე თქვათ კანონიერებამ და სამართალმა თავისი ადგილი მონახოს, თქვენც ახსენეთ რომ ეს მნიშვნელოვანია შეიძლება, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც თქვენ გონიათ რომ უბრალოდ აი ჩვეულებრივები არიან ან პრიმიტიულად აზრუნებენ, ეს ადამიანებიც ფიქრობენ რომ აი როცა ოცნებას დაუყენეს საკითხი და გარედან რომ თქვენ უნდა წახვიდეთ ხელისუფლებიდან, მაშინ დაიწყეს მაგათ ხმამაღლა ლაპარაკი და იმათი ჩვენება რომ ამათით გინდათ ჩაგვანაცვლოთ აი ესენი რა ხალხი იყო. ეს ამას ვაჩვენებ დასავლეთსაც და ჩვენს მოსახლეობასაც. დამერწმუნეთ ეს საქართველოა და აქ ჩვეულებრივი ადამიანებსაც შეუძლიათ ცოტა ღრმად ფიქრი და ეს ეხლა დღევანდელ სიტუაციაში მე ამას ვიმეორებ, იმიტომ რომ ხელისუფლების დღეს სიმყარე მნიშვნელოვანია, რომ სწორედ გავიაროთ ეს პროცესი, ეს турბულენტურობა არ ჭირდება ეხლა ამ ყველაფერს. ამიტომ ამის პარალელურად, რაზე ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს პროცესი მიდის, ამის პარალელურად აუცილებელია ეკონომიკური რეფორმა და ეს ხაზი. იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის და ჩვენ ეკონომიკა გვეზრდება და ყველაფერი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს, ამის თქმა ცოტა უხერხულია, იმიტომ რომ ეს ადამიანებს ეხებათ ხალხო და იქ სადაც საუბარია კონკრეტულ სექტორზე, კონკრეტულ თემატიკაზე ან კონკრეტულ რეგიონზე და იქ გვაქვს უამრავი, ასე ვთქვათ, მძიმე პრობლემა, აი იმ პრობლემატიკაზე როცა ჩაუღრმავდები და მიიღებთ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებას, რომელიც ზუსტად იმ ადამიანებს შეეხება, ვინც აქ ცხოვრობენ, ან იმ ადამიანებს შეეხება, ვინც წასულები არიან და ის დაფიქრდება, რომ აი ამ, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულ გადაწყვეტილებებს ეს რეფორმატორული იქნება თუ რაღაც მასტიმულირებელი იქნება, არა აქვს ამ მოცემულობაში მნიშვნელობა, ეს არის სწორი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, რომ ისინი თვლიან, რომ ამ თემამ შეიძლება უკეთ იმუშაოს. გაცხადებული მე ამას წინათ მქონდა ერთი გადაცემა და ძალიან ბევრი გამომეხმაურა, რომ როგორ დავაყენეთ საკითხი, ნახეთ, არის გაცხადებული სტრატეგია, არის გაცხადებული მიზნები და ჩვენ გონია რომ გამოვაცხადეთ ეს ყველაფერი და რომ გვაქვს ჩაწერილი ჩვენ სტრატეგიულ დოკუმენტებში, ხო? ესეთი ჯერ კონცეპტუალური ხედვა შეიძლება მე სტრატეგიული დოკუმენტი ამაზე გვაქვს 629 დადგენილება როგორ უნდა შედგეს ეს ყველაფერი. შემდეგ სამოქმედო გეგმა, სადაც რა ფულს დავხარჯავთ, იმას შევდივართ, ხო? აი ვიღაცას გონია რომ ეს სამი პოზიცია თუ უწერია სამინისტროს ან რაიმე უწყებას, ყველაფერი კარგად არის და მილიონჯერ მithქვია და კიდე უნდა ვთქვა რა, დავასრულებ ამას ლიზა, მილიონჯერ მithქვია და აუცილებლად სულ ვიტყვი ამას, რომ ამ პროცესს ჭირდება
კონკრეტული სამოქმედო მექანიზმები, კონკრეტული სამოქმედო ეკონომიკური, ასე ვთქვათ, თამაშის წესები, კონკრეტული ინსტიტუციური წესები, კონკრეტული დავალება თუ შესაძლებლობა სოფლმეურნეობაში ფერმერმა თუ უნდა შეასრულოს, კიდე უფრო მეტი უნდა შეასრულოს კოოპერაციამ, კიდე უფრო მეტი უნდა შეასრულოს შექმნილმა კლასტერმა თუ ჰოლდინგმა და გადამუშავებამ ამ პროცესის ამ ყველაფერს გაცხადებულს, რისი თქმა მინდა, ჭირდება მოქმედება არა ფულის ხარჯვით, გამოვყავი ფული დაიხარჯა იქ, არა, მოქმედება რეფორმატორული პლატფორმით, რომ ეს დღევანდელი არა სწორი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა შეიცვალოს სხვა მდგომარეობით. ეს არ არის მარტივი, ამას თავის სიღრმეები აქვს, ამას თავის ცოდნა ჭირდება და ვინც იცის ეს ყველაფერი, იმასთან ერთად უნდა მიდიოდეს ამ პროცესებზე მსჯელობა, მაგრამ დღეს ოცნება ცდილობს, რომ მოიყვანოს სახელმწიფო გუნდში ადამიანები, რომლებსაც ესეთი ზედაპირული წარმოდგენა აქვთ და გონიათ, რომ გამოაცხადებ ამას, ეს თავისით რაღაცა დონემდე მივა. არა, აი აბსოლუტურად სხვა რეალობაში, აი შეიცვალა სულ ყველაფერი. ტრამპი ცვლის ტარიფებს, ხალხო. ბევრი რაღაცა არის შესაძლო, როგორც ვინც იცის იმან უნდა შეცვალოს, იმიტომ რომ აქ რო შეცვლი ერთს, აქ რო მეორეს ხაზს გაატარებ, აქ რო მესამე რაღაც მასტიმულირებელი გაქვს, იქ რო რაღაცას გახსნი დერეგულაციას, იქ რო რაღაცას პირიქით რეგულაციას ჩადებ, ხო დაინახეთ, რომ თურმე ამ აბსოლუტურმა დერეგულაციამ მიიყვანა იქამდე, რომ კომპანია, რომელიც ითვლებოდა წამყვან კომპანიად, რძის წარმოებაში და ვიძახდით, რომ ყველაზე მეტ რძეს ის აწარმოებს, თუმცა მისი რძე საერთოდ არ შეიძლება რომ იყოს მოხმარებული და ის ხმარობს ისეთ მეთოდს, ასე ვთქვათ, მისი საქონლის კვების, რომელიც აკრძალულია ნებისმიერ ნორმალურ ცივილურ ქვეყანაში. ესე იგი, გამოდის, რომ რაღაცა თითქოს გვაქვს, მაგრამ აკლია ამას კონტროლიც, მონიტორინგიც, ანგარიშიც, ყველაფერი აკლია ამ სიტუაციაში. მოკლედ, აქტიურ ფაზაში გულშემატკივრობ ახლა ამ სიტუაციაში ოცნებას კი არა ზოგადად, კი, თავრობა ოცნებაა, მაგრამ ქვეყანას, რომ ქვეყანამ უნდა გამოიღვიძოს, ხალხო, გადახედეთ, როგორ მოქმედებს ნებისმიერი თქვათ თუნდა ჩვენი ესეთი ინერცია, ესეთი ლიბერალიზმი. მესამე თუ ახსენებ უკვე ამ ეკონომიკურ ლიბერალურ პარადიგმას. ეს უნდა დამთავრდეს. ეს თუ არ დამთავრდება, საქართველოს ემუქრება ზუსტად ის რითიც დაიწყო ლიზამ და რაზეც გავამახვილეთ ყურადღება, იმიტომ რომ მუდმივად ეს მუშა ხელი, მუდმივად ეს დემოგრაფიული სურათი, აქედან გაქცეული ხალხი, საიდანღაც ჩვენზე უარესი ქვეყნიდან შემოვარდნილი ხალხი და საბოლოო ჯამში მივიღებთ იმ საშინელ სურათს, რისიც ყველას ერთად გვეშინია. ბატონ გოჩამ, ადამიანების გასაჭირი და ადამიანების პრობლემა, მოქალაქეების პრობლემა, რომ არ იციან ამ ადამიანებმა, რომლებიც თქვათ მართლ გოლში არიან და ხელისუფლებას წარმოადგენენ, ძალიან მარტივად შეგვიძლია ავხსნათ, იმით რომ მათ აქვთ ძალიან მაღალი შემოსავლები, მაგალითად პარლამენტარს 14,000 აქვს ხელფასი და გარდა ამისა, რაც იპყრობს ჩემს ყურადღებას, ეს არის ის, რომ მონაცემების, სტატისტიკის მონაცემები 2024 წელს საქართველოს სახელმწიფო უწყებაში პრემია დანამატების გაცემის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალი იყო ბოლო 10 წელიწადთან შედარებით და ინფორმაციას გაგაცნობთ კიდევ უფრო დეტალურად დანამატის სახით ჯამში 527.5 მილიონი ლარი გაიცა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტოა აი ამდენად მაღალი მაჩვენებელი ვქონდეს და აქ უკვე შემდეგ უწყებების მიხედვით არის განაწილებული ვინ რამდენი თანხა რაში დახარჯა პრემია დანამატების სახით ჯამში 230.3 მილიონი ლარი გაიცა. აი ეს გვაფიქრებინებს თუ არა იმაზე რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ ეს ადამიანები და ვერ ამჩნევენ იმ ადამიანების პრობლემას, რომელსაც 350 ლარი აქვს პენსია. უნდა გადაიხადოს კომუნალურით, უნდა იყიდოს საკვები პროდუქტიც და მედიკამენტიც თავის ირჩინოს და აი ამ გაძვირებულ ცხოვრების პირობებში თავი გადაირჩინოს და მაშინ როდესაც 14,000 აქვს პარლამენტარს, რომელიც ლეგიტიმაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რომელიც არავინ არ ვიცით მუშაობს ჩვენთვის, აკეთებს რამეს, რაიმე სასიკეთოს აკეთებს, საერთოდ ტრიბუნასთან არ არის გამოსული და არც ერთი ინიციატივა შეიძლება მისი მხრიდან არც გაჟღერებული, არც მოსმენილი, არც დაწერილი არ გქონდეს, ხომ? რასთანა გვაქვს საქმე და აი ამ ნაწილში როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ადამიანებმა უნდა შეცვალონ
იყოს ეს ყველაფერი, არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ აი ასეთი დეტალებით, ვთქვათ, აი ამ ყველაფრის ლუსტრაცია მოვახდინოთ, დავანახოთ ადამიანებს, რომ აი ეს მოცემულობა შეიცვალოს და რაღაცნაირად მოვითხოვოთ ჩვენი უფლებები იყოს დაცული, გათანაბრებული და რაღაცნაირად ეს ფენები არ შეიქმნას რა, მაღალი ფენა, პარლამენტარი და მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა და დაბალი ფენა, რომელიც მხოლოდ მთელი დღე მუშაობთ და ვთქვათ, იმ დონის ხელფასსაც ვერ ვიღებთ, რომ საკვები პროდუქტით უზრუნველყოთ ოჯახი. აი ეს რეალობა როგორ უნდა შევცვალოთ? ხო, ნუ რაც თქვენ ახსენეთ ახლა თვითონ სახელმწიფო დანამატები, ზოგადად ბიუჯეტით კმაყოფაზე მყოფი ხალხი, ამის კონტროლი რაღაცა პერიოდი აბსოლუტურად მოიშალა, იმიტომ რომ ადრე იყო გარკვეული სტანდარტი, სახელმწიფო ფონდი რამდენი უნდა ყოფილიყო, რამდენი თანამშრომელი უნდა ყოფილიყო, ეს ახლა არც სამინისტროებში, არც რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში აღარ არის, ასე ვთქვათ, ეს კონტროლის თემა, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც აი მკაცრად იყო განსაზღვრული და ეს შემცირებები 5%-იანი, 10%-იანი და იმისკენ წასვლა, რომ მცირე მთავრობა უნდა გვყავდეს, ხო მივიღეთ მცირე მთავრობა, ბახტაძემ გამოაცხადა, რომ ჩვენ გვინდა მცირე მთავრობა. აი ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხშირად რაღაცა აი რეფორმატორულ პროცესს თუ რაღაც ტენდენციას კარგ უკვე გაჟღერებულს თუ მიღებულს გადმოვიტანთ აქეთ, თუმცა ვაკეთებთ იმას ისე როგორც ჩვენ გვინდა ამ შემთხვევაში, აი რა გამოვიდა, რომ თქვათ ბახტაძის დროს შევამცირეთ მთავრობა, რაღაც 1-2 სამინისტრო გავაუქმეთ თუ შევაერთეთ და მთლიანობაში მივიღეთ სურათი, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ეს უსასრულოდ იზრდება, ეს ხარჯები არანორმალურად იზრდება. უფრო მეც გეტყვით ახლა, როდესაც ეს იმფონზე ჩანს ბატონ გოჩა, რომ როდესაც საზოგადოება ვერ გრძნობს კეთილდღეობას, თორემ რომ ისინი რომ აკეთებდნენ პირნათლად საკუთარ საქმეს, აი მაშინ არ გაჩნდებოდა ასეთი ეჭვები და კითხვები. მანდ მივდივარ, რომ ნახეთ საზოგადოებრივი კონტროლი რა არის ახლა ამ მოცემულობაში, თქვათ, მათი გაკეთებული საქმე, ხო? Ну, შეიძლება ადამიანებმა არიციან რა არის უშუალოდ მათი ფუნქცია, რამდენად სწორედ აკეთებენ ამას უყოლაფერს, იმიტომ რომ ეს ტენდენცია, ეს გამჭვირვალეობის მომენტი არ არის ჩაკარგული ესეც, თუმცა პერიოდულად სახელმწიფო აუდიტი ამ ორგანიზაციებს, სტრუქტურებს ამოწმებს და შემდეგ აქვეყნებს ამას უყოლაფერს და ისეთი საოცარი ინფორმაცია მოდის ხოლმე არ გაკეთებულზე, ვერ გაკეთებულზე, ჩავიწყებულზე, დავიწყებულზე, თუ კიდევ რაღაცა უფრო მეტ სიმძიმეებზე, ან ზოგიერთ უწყებაში, ესე იგი, არსებობდა რაც უახსენე სტრატეგიული გეგმა, იმიტომ რომ ჩვენ თუ რაღაცა სტრატეგია არ აქვს უწყებას და ამის მიხედვით არ მუშაობ, ხო? რა თქმა უნდა, ეს რეალურად არის პრობლემა და არის მთელი რიგი რეგიონები თუ მუნიციპალიტეტები და კიდევ სხვა უწყებები, სადაც ეს სტრატეგიული გეგმები იყო, დამთავრდა პირობითად თქვა 20-ში, 21-ში თუ 24-ში სადღაც და ახალი არ არსებობს. ეს ჩაუწერეს. ეს პირდაპირ მინიშნებაა, რომ შენ ამ შემთხვევაში იმდენად ზერელეთ უყურებ თვითონ ამ პროცესს, რომ ის დოკუმენტიც კი არა გაქვს შექმნილი, რა მიზნები და ამოცანებს უნდა ემსახურებოდი და ძალიან ხშირია ეს დამოკიდებულება. ნუ ეს თვალნათელია. ამას ჩვენ რო ამას ესე განსაკუთრებულად არ ჩაუღრმავდეთ და მომზადებულები არ მოვიდეთ და რაღაც აქტები და იმითი არ ველაპარაკოთ საზოგადოებას, ამას საზოგადოება ისედაც ხედავს. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა აი იმის გარშემო დავტრიალდეთ, რომ აუცილებელია ამ დღევანდელ ვითარებაში და ესეთ მოცემულობაში ახალი ეკონომიკური რეფორმის თუ პლატფორმის გაჟღერება, ნელ-ნელა ეს ლიბერალური პარადიგმა უნდა შეიცვალოს. რასაც თქვენ ამბობთ ახლა ლიზა, ზუსტად ეს არის აი სრული ლიბერალური მიდგომა, რომ ვიღაცას, ვისაც კონკრეტული საქმე ავალია, მისთვის ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რომ მან რაღაცა შედეგს მიაღწიოს. გაცხადებულია ეს დადის სამსახურში და რაიმე მეტ კონკრეტიკაზე ის პასუხს არ აგებს. ეს ყველაფერი, როდესაც იქნება უკვე გეგმის, პასუხისგებლობის, მონიტორინგის, ანალიზის, შეფასების ქვეშ და არა უბრალოდ ლიბერალური რა ეკონომიკური მოდელიც გვაქვს ქვეყანაში, ხო, მოთხოვნა მიწოდების და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების სამწუხაროდ ეს გადმოსულია სახელმწიფო სამსახურებშიც და სახელმწიფო სტრუქტურებში. ამიტომ ეს სასწრაფოდ შესაძლებელია, რომ ოცნება მეტი ნდობა მიიღოს საზოგადოების და მოსახლეობის, იმიტომ რომ შევდივარ ძალიან მძიმე ფაზაში
პოლიტიკურ ფაზაში და ამ სიტუაციაში ჩვენ არავის არ გვაწყობს აქ რაიმე ისე турბულენტური მოქმედებები და მოძრაობები. კი ბატონო, რა მოგეწურა უღრმის მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, მაყურებელსა და რადიო მსმენელს შეგახსენებთ გადაცემის სტუმარი გოჩა ცოფურაშვილი ექსპერტი გახლავთ. გმადლობთ რომ გიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად გადაცემას ლიზა კვესელავა უძღვებთ. ნახვამდის.